განათლების გარეშე ადამიანი ძალიან ადვილად მართვადია, ძალიან ადვილად მოსათხოვებელია სხვა შორის. ეს ძალიან კარგად ჩანს აი ბოლო პერიოდის პროპაგანდაში, ხო იცით ეს ძალიან აქტიურად მუშაობს რადგან რუსეთი ვახსენეთ რუსული პროპაგანდა, ძალიან აქტიურად. ეს პროპაგანდა ახალი მოგონილი არ არის. მე-19 საუკუნეშიც იგივე ქონდა, იგივე მეთოდები. ეუბნებოდნენ თავის მეკავშირეებს საქართველოში, რუსეთი არ აქვთ. რუსეთს არავინ არ აკეთებს, აქ დააკვირდით. რუსეთი არ აქვთ, მაგრამ რანძღეთ ისა რა ქვია, ევროპა და დანარჩენი სამყარო და ეს გრძელდება 200 წელი გრძელდება. ეს ახალი ამბავი, ამაში აფიარი. მაგრამ პროპაგანდის მაშინ ვერ იტყოდნენ იმას, რასაც ახლა ამბობენ. ეს იმიდან რა ქვია. ეს არის თავარი არა. თუ წარმოგიდგენთ, გაუნათლებელ ადამიანს როგორ აშინებენ, თუ ევროკავშირს იმიტომ უნდა საქართველოს რომ კაცები გაათხოვონ მასიურად და წარმოგიდგენთ, ეს ასეთი შეურაცხყოფელი პროპაგანდა, აი როგორ უნდა აკადო ადამიანს, თუმე ქართველი ვაჟკაცები როა გადაგვეღობება ისა რა ქვია, კობახიძე და დინარაძე, ასე გაცვიდებიან, რა ქვია, შევარდებიან მაჩის ბიუროებში, როგორც კი ისა. წარმოგიდგენთ, ეს რა შეურაცხყოფელია და მაგიტო ჯერა მაგას გიხსნით, რომ გაუნათლებელო იმიტომ არის საშიში, რომ ადვილად მართონ, იმიტომ ჭირდებათ რეჟიმებს და ასეთი ტიპის ხელისუფლებას გაუნათლებელი ადამიანები და მოქალაქეები, რომ ადვილად მართონ და ნებისმიერი ტყუილი დააჯერონ, რომ თუმე კაცების გათხოვება არის გარდაუვალი ისა, რა ქვია. წარმოგიდგენთ, ქალები ვერ გაკუთხოვებენ.